განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. წინა საუბარში ჩვენ შევეხეთ საკითხს სულიწმინდის გარდამოსვლის ჟამს დასაბამიერი ცოდვამდელი წმინდა მეტყველების აღდგინებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა და აღსრულდა მოციქულებზე, ღმრთივ განბრძნობილ მოღვაწეებზე, რომელთა ღმრთივ განბრძნობილობა სწორედ სულიწმინდის გარდამოსვლის ჟამს მთელი სავსეობით გამოვლინდა. ამგვარი გაღვთიურება და განხრთობა იმ მოვლენაში წარმოჩნდა ყველაზე მეტად, რომ მათ საღვთო მადლით კაცობრიობის სხვადასხვა ენებზე დაიწყეს მეტყველება. უკვე აღნიშნავდით, რომ შინაგანი სიტყვა მიეცათ მათ, აღდგა და განცხოველდა მათში ის მეტყველება, ის სულიერი მეტყველება, რაც ადამსა და ევას სამოთხეში ჰქონდა, მაგრამ ამ მდგომარეობას, განხრთობილობას არც ერთი განხრთობილი ეკლესიური სწავლებით თავისი თავით არ შემოსაზღვრავს. განხრთობილობის მადლი მათ აუცილებლად სხვებსაც უნდა მიაფინონ, მაგრამ რამდენადაც სხვანი ჯერ კიდევ იმ სიწმინდემდე არ აღმატებულან და მათი სასმენელი კვლავაც ხმოვანი სიტყვით საზრდოობს, მხოლოდ ხმოვანი მატერიალური სალაპარაკო ენით ეუწყებათ მათ ის, რაც საკუთრივ მოციქულებმა სულიერი მეტყველებით, შინაგანი სიტყვით აღიქვეს და მიიღეს თავადი ჭეშმარიტებისგან, სულიწმინდისგან. ჩვენ აქ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაინც რამ განაპირობა მოციქულთა მიერ სრულიად ყოველგვარი სწავლის გარეშე სხვადასხვა ენებზე სიტყვის აღმოთქმა. რა თქმა უნდა, ეს სასწაულია, მაგრამ მხოლოდ თქმა იმისა, რომ ეს სასწაულია, ბევრს ჩვენ ვერაფერს ვერ განგვიმარტავს, იქნებ უფრო ღრმა რამ იგულისხმება ამ მოვლენაში, თუნდაც საკუთრივ ენობრივ ფენომენთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით ეს სრულიად თვალსაჩინოა. კერძოდ აქ რას გულისხმობთ? ადამიანი, რომელიც შინაგან მეტყველებას სრულად იტევს, რომელიც შინაგანად ამეტყველებულია, შინაგანი სიტყვით არის გამშვალული, მას ენობრივი ფენომენის დასაბამიერი მარცვალი, ხმოვანი სიტყვის საფუძველი რაც არის, სამეტყველო ენის საფუძველი რაც არის, აი ეს დასაბამიერი მარცვალი მოპოვებული აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს გახლავთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს შინაგანი სიტყვა თავის თავში გაცხოველებული აქვს, მას ყველა ენაზე შეუძლია მეტყველება, ყოველგვარი სპეციალური სწავლის გარეშე. ეს იმიტომ, რომ კვლავ აღნიშნავთ, ხმოვანი სიტყვა მხოლოდ სამოსელია შინაგანი სიტყვისა და თუ შინაგანი სიტყვა დარღვეული არ არის ცოდვილიანობით, თუ ის დასნეულებული არ არის და გაფერმრთალებული არ არის და თავისი მთელი სისავსით ბრწყინავს, იმდენად მსჭვალავს ადამიანის მატერიალურ მხარესაც, ხორციელებასაც, რომ ნებისმიერი სამეტყველო ენის სახით ის შეიძლება გამოვლინდეს მისგან. ჩვენ არამხოლოდ მოციქულებთან დაკავშირებით ხედავთ ამეტყველებას სხვადასხვა სალაპარაკო ენაზე, სრულიად ყოველგვარი სწავლის გარეშე, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იმავეს ხედავთ ყველა წმინდანთან დაკავშირებით. წმინდანი არის ის პიროვნება, რომელმაც ღვთის გამოხსნელობითი ღვაწლის შემდეგ, მაცხოვრის ამ ქვეყნიური მოღვაწეობის შემდეგ, მაცხოვრის კვალზე მიყოლით და მაცხოვრის კვალზე შედგომით, აი ამ პირებმა წმინდანებმა საკუთარ თავში აღიდგინეს დაცემული ბუნების უბიწოება. ისინი, როგორც ერთ-ერთი წმინდანი ამბობს, ხორცში აღდგომილნი არიან უკვე. ესე იგი, მართალია კვლავ ხორცში მკვიდრობენ, მაგრამ უკვე აღდგომილნი არიან და უკვე მოქალაქენი არიან სამოთხისა და სასუფევლისა. ამ ქვეყნად მკვიდრნი, რომლებმაც განიღმრთეს თავი, რომლებიც განიღმრთნენ ღვთის მადლით და საკუთარი ნებითა და ძალისხმევით, სულიერად და პირდაპირი გაგებითაც სამოთხისა და სასუფევლის მოქალაქენი არიან, იმ ქვეყნის მკვიდრნი არიან, მაგრამ კვლავ ყოფაში მყოფნი. წმინდა იოანე სინელი ამგვარ მოღვაწეებზე ამბობს, რომლებმაც სათნოებით საკუთარი თავი, სათნოება ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გზაა განხრთობისა, ერთ-ერთი აუცილებელი გზაა განხრთობისა, მას შემდეგ რაც ადამიანი ნათელს იღებს, წმინდა საეკლესიო საიდუმლოებებით სრული ქმნება მირონცხებისა და მირონცხების შემდეგ ზიარების გზით, საზოგადოდ საეკლესიო მადლმოსილებას დაექვემდებარება, ამის შემდეგ პირადი ძალისხმევით, ანუ სათნოებითი მოღვაწეობით ის განხრთობის სიმაღლეს აღწევს,
და ასეთ მოღვაწეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ხორცში მყოფობენ, რა თქმა უნდა, წმინდა იოანე სინელი ამბობს, რომ ისინი ხორცში მყოფნი უკვე აღდგომილნი არიან სულიერად. და აი ამგვარი მოღვაწენი, რომლებმაც აღიდგინეს თავის თავში დაცემულობა ბუნებისა, რა თქმა უნდა, ენობრივი თვალსაზრისითაც იმავე სიმაღლეს წვდებიან მოციქულები, რომ მიწვდნენ, წვდებიან შინაგანი სიტყვის ყოვლის მომცველ და ყოვლად შთამბეჭდავ გამოვლინებას, გამოგრთომას იმ მარადიულ მანათობელ მზეს, მაცხოვრისგან მომდინარეს საკუთარ თავში შეიწყნარებენ და შესაბამისად ამგვარი სიმაღლის მწვდომელნი, როგორც უკვე გითხარით, ყველა ენაზე მეტყველების უნარს იძენენ. ადამიანი ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, რომელიც რაღაც მოვლენის სათავეში დგას, ამ მოვლენის არსება თუ მას ხელთ უპყრია, რა თქმა უნდა, ყველა განშტოებას ასევე თავის თავში მოიცავს და ამგვარადვე შინაგანი სიტყვას, როგორც ნებისმიერი ენობრივი გამოხატულების სათავე და დასაბამი და როგორც ბასილი დიდი ამბობს, დასაბამი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ამ დასაბამისგან აღმოცენებული ყოველივე იგულისხმება და შედის ამ დასაბამში, ამგვარადვე შინაგანი მეტყველება, აზროვნებითი წესი, განხთობილი, ცოდვის სნეულებისგან განთავისუფლებული, როგორც თავის თავში მომცველი ენობრივი ფენომენის ყოველი თვისებისა, ყოველი გამოხატულებისა, ყოველგვარი გამოგრთომისა, აი ამის მწვდომელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ყველა ენაზე მეტყველების უნარს იცეს. ამიტომ ხდება, რომ სწორედ მოციქულები, სწორედ წმინდანები ამეტყველდებიან სხვადასხვა ენაზე. ჩვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არ გულისხმობთ ისეთ მოვლენებს, როდესაც ღვთის განგებით შეიძლება მეტყველება სალაპარაკო ენაზე ამეტყველება მოხდეს სრულიად სხვა მიზანდასახულობით, ესე იგი ყოველგვარი შინაგანი სიტყვის ან განხთობის გარეშე. არსებობს ღვთის განგებით აუცილებელი სხვადასხვა შემთხვევები, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ზოგჯერ ცხოველიც კი ამეტყველებულა, როგორც ეს თუნდაც ასურელ მამათა ცხოვრებებში ხდება. მაგრამ ეს მათთვის ბუნებითი კი არა, ეს მიეცათ მათ ღვთისმადლით გარკვეულ მომენტში აუცილებლობის გამო, რომ ადამიანმა ირწმუნოს დიდება ღვთისა, რომ ყოველივე მას ხმორჩილებს და მათ შორის ცხოველებიც. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გულისხმობთ განხთობილობას, საკუთრივ განხთობილობას მაცხოვრის ღვაწლითა და ადამიანის პირადი ძალისხმევით მოპოვებულს და ამ განხთობილობის აუცილებელი თვისება გახლავთ დასაბამიერი წმინდა აზროვნების კვლავ მოპოვება, კვლავ განახლება თავის თავში. და თუ ეს წმინდა აზროვნება, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ და მხოლოდ გარემოსილის სახით გამოვლინდება ხმოვან სიტყვაში, ეს ტანსაცმელივით არის მისთვის ეს გარემოსილი, ანუ სალაპარაკო სიტყვა, თორემ არსება მნიშვნელობის მქონე მხოლოდ თვითონ არის, აი ამ არსების მომპოვებელი უნარს იძენს ყველა შესამოსელით გამოხატვისა მისგან მოპოვებული საგანძურისა. აი ეს საგანძური, რომელიც მან მოიპოვა, ეს საუნჯე, მას შეუძლია სხვადასხვა შესამოსელით ჩვენს წინაშე გამოაფინოს და ის მადლი, ის საუნჯე ჩვენთვისაც საზიარებელი გახადოს. აი ამგვარად შეიძლება გავიგოთ ჩვენ მოციქულთაგან სხვადასხვა ენებზე ამეტყველება, არა ის რომ მათთვის საკუთრივ ამ ენებზე მეტყველება იყო არსებითი და თითქოს ეს დადასტურდა ამ მოვლენით, არამედ ამ მოვლენით ის დადასტურდა, რომ ისინი განხთობილობის მდგომარეობაში არიან, სულიწმინდა გარდამოვიდა მათზე, ხოლო განხთობილობის მდგომარეობა აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ მოციქულებს კვლავ განუახლდათ თავის თავში დასაბამიერი წმინდა აზროვნება ცოდვისგან შეურყვნელი და ეს მადლი ზემოხსენებული ვალდებულების შესაბამისად ხსენებულმა მოციქულებმა მთელ კაცობრიობას მიაფინეს მათ კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილისთვის მშობლიურ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე. ჩვენ როდესაც აღნიშნავდით, რომ განხთობილობის მიუხედავად მოციქულები კვლავ ხორცში მყოფობენ და შესაბამისად მათი გარეგანი მეტყველებაც აბსოლუტურად იმგვარია, როგორც ჩვენეული, ამ ეს საკითხი ზოგჯერ გაუგებრობას იწვევს და ისმის კითხვა, განხთობილობა, სიწმინდესთან ზიარება, ადამიანში დასაბამიერი ცოდვამდელი მდგომარეობის აღდგინება, ხომ აუცილებლად უნდა შეეხოს ადამიანს მთლიანად, ესე იგი არა მხოლოდ სულიერად უნდა განიწმინდოს და აღდგეს თავდაპირველ უცოდველობაში ადამიანი, არამედ ხორციელადაც. იმიტომ რომ, როგორც აღნიშნეთ ეკლესიური სწავლებით, სხეულებრივობა და სულიერება ადამიანში არასოდეს არ იმიჯნება,
ადამიანი როგორც ქმნილება ღვთისა გახლავთ მარადიული ერთობა სულიერებისა და სხეულებრიობისა. სხვა საკითხია, რომ სულიერება და სხეულებრიობა ადამიანში შეიძლება გადაგვარდეს, ესე იგი არა მხოლოდ სულიერება, არამედ სხეულებრიობაც, ხორციელებაც შეიძლება გადაგვარდეს ცოდვის გამო, გაუკუღმართეს, დაეცეს, ანდა თუ სიკეთისკენ წარემატება ადამიანი აღდგეს დასაბამიერ მდგომარეობაში, როგორც ეს მართალთა შემთხვევაში იქნება მეორედ მოსვლის ჟამს, რომლებიც გაუხრწნელებული სხეულით, გაუკვდავებული, ნეტარეული სხეულით დამკვიდრდებიან სამოთხეში და ამგვარივე სხეული ჰქონდა ადამს და ცოდვიდაცემამდე ამგვარივე სხეულით აღდგა მაცხოვარი, როდესაც მან მიმღებმა ყოვლადუცოდველმა ჩვენი ცოდვით დაცემული სხეულისა, მან მიმღებელმა ამისა, ძვარცმის შემდეგ, დაფლვის შემდეგ, აღდგომის ჟამს აღადგინა იგივე სხეული უხრწნელ, უკვდავ ნეტარეულ მდგომარეობაში, რა სხეულითაც შემოსილი იყო ადამი და ევა სამოთხეში ცოდვით დაცემამდე. ესე იგი, თუ ეს ვითარება ამგვარია, რომ ადამიანი სულიერად განწმენდილი არა მხოლოდ ამ ბუნებას იტევს, არა მხოლოდ სულიერ ბუნებას, არამედ ხორციელებად სულიერებასთან ერთად უნდა განიწმინდოს და თუ ადამიანის ბუნების აღდგინებაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ სულიერებას არ უნდა შეეხოს, შესაბამისად, რატომ არ ხდება, რომ წმინდანები სულიერად აღდგინებულნი დასაბამიერ დაუცემელ მდგომარეობაში, ანუ ამ მდგომარეობამდე მიღწეულნი, ხორციელად კვლავ რატომ რჩებიან დაცემულ მდგომარეობაში, რატომ არიან კვლავ იმ თვისებების ქონენი სხეულებრივად, რასაც ყველა ჩვენთაგანის ხორციელება იტევს, კერძოდ ეს მოკვდავობა, ხრწნადობა, ტკივილგამცდელობა. მეტიც, კარგად არის ცნობილი, რომ წმინდა ნათლისღების ჟამს ადამიანს, რომელიც ინათლება, მიეტევება აბსოლუტურად ყველა ცოდვა. ეს, ასე ვთქვათ, ლოგიკური მსჯელობითაც ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ნათლისღების არსებითი დანიშნულება გახლავთ ყველაზე მთავარის, პირველ ცოდვის, ცოდვათ მამამთავრის, პირველ ქმნილი შეცოდების სამოთხეში, რაც აღასრულდა ადამიანსა და ევას მიერ, აი ამ ცოდვის ბორკილების მსხურევა. ამ ცოდვის ბორკილებს ვერასოდეს ვერ დაამსხვრევდა თვით ადამიანი, ვერც ერთი სხვა ძალა, რომ არა ღვთის ყოვლის შემძლეობის და ყოვლად ბრძნული განზრახვის აღსრულება, ღვთის განკაცება. ჩვენ ამ საკითხზე სხვა დროს გვექნება მსჯელობა, ახლა უბრალოდ შემოკლებულად აღნიშნავთ, რომ მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შეცოდება ჩაიდინეს და ესაა სწორედ პირველ ცოდვა, რამაც გააუკუღმართა ისინი და სამოთხიდან, სულიერებიდან ხრწნად მატერიალურობამდე დასცა, როდესაც ეს მოხდა, ამის შემდეგ ადამიანის კაცობრიობის ისტორია მოელოდა მხსნელს, ვინც მას ცოდვისა და დაცემულობის ტყვეობიდან გამოიხსნიდა, მაგრამ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მხსნელი. შეიძლებოდა თუ არა საკუთრივ ადამის მოდგმაში რომელიმე კაცი ადამიანი გამოჩენილიყო, რომელიც წინაპრის ადამისა და ევას შეცოდებას გამოისყიდიდა და ადამიანურ ბუნებას კვლავ დაუცემელ მდგომარეობამდე ამაღლებდა. ეს შეუძლებელი იყო რამდენადაც ჩვენ თავის დროზე ამაზე გვქონდა საუბარი, პირველ ცოდვა განსხვავებით ცოდვის ნებისმიერი სხვა სახეობისგან, ესე კაცობრიობის ისტორიაში დაცემულობის მდგომარეობაში აურაცხელი ცოდვა შემოვიდა, როგორც ამაზე საუბარი გვქონდა. მაგრამ ყველა ამ ცოდვისგან განსხვავებულია პირველ ცოდვა, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა. პირველ ცოდვის მქონე ადამის და ევასგან ნაშობი მთელი კაცობრიობა დაბადებითვე, შობითვე პირველ ცოდვითაა ასნეული. განსხვავებით კვლავ აღნიშნავთ პირადი ცოდვებისგან, რომლებიც არანაირად არ გადაეცემა გენეტიკურად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ეს აზრი სხვადასხვა გამოცემაში ვნახოთ, სხვადასხვა პირისგან საკმაოდ ავტორიტეტულისგან ზოგჯერ მოვისმინოთ, მაგრამ ეს გახლავთ ეკლესიის მამათა ერთსულოვანი შეფასებით ერეტიკული თვალსაზრისი მწვალებლური ცრუ სწავლება, რომელსაც ტრადუქციანიზმის ერესი ეწოდება, სწავლება თითქოს იმის შესახებ, რომ პირადი ცოდვილიანობა ამა თუ იმ ადამიანისა გადაიცემა გენეტიკური გზით, რომ მამამ რაც ცოდვები ჩაიდინა, თითქოს გენეტიკურად გადადიოდეს შვილზე ჩანასახში სპერმატული გზით. ეს გახლავთ უკიდურესად უხდო მოძღვრება აბსოლუტურად უცხო ეკლესიური სწავლებისათვის, ეკლესია ასწავლის მხოლოდ პირველ ცოდვის გადაცემას გენეტიკურად და პირველ ცოდვას გენეტიკურად გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ცოდვამ გამოიწვია ადამიანის ბუნების გადაგვარება, ადამიანი, რომელიც ბუნებით ცოდვამდე იყო უხრწნელი, უკვდავი და ტკივილგანუცდელი, ეს სამი ძირითადი თვისება ახასიათებდა მას. ამ ცოდვის შედეგად და ცოდვა სწორედ გაუკუღმართება და გადაგვარება, ამ ცოდვის შედეგად საპირისპირო თვისებების მქონე გახდა, უკვდავების ნაცვლად მოკვდავობისა, უხრწნელების ნაცვლად ხრწნადობისა, ტკივილგანუცდელობის ნაცვლად ტკივილგამცდელობისა. ასეთი დაცემულობა მიიღო ადამიანმა სხეულებრივი კუთხით. ამის შემდეგ იშვა ადამიანისგან და ევასგან მთელი კაცობრიობა. ამიტომაა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც
დაცემულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანსა და ევასგან მომდინარეობს, რა თქმა უნდა, ამ დაცემულობას თავის თავში იტევს. შეუძლებელი იყო, რომ ხრწნადი სხეულებრივობის მქონე ადამიანსა და ევასგან უხრწნელი ხორციელების მქონე შვილი გაჩენილიყო. სავსებით ბუნებრივია, როგორიცაა მშობელი, ისეთივეა მისი შვილი, ბუნებით როგორიცაა მშობელი. მაგრამ კაცობრიობის ისტორიის თელ შემდგომდროინდელ მანძილზე, მიუხედავად ათასგვარი ცოდვის შემოსვლისა, ბუნების რაიმე კვლავ გადაგვარებას იმისგან, რაც მანამდე იყო, ჩვენ რა თქმა უნდა ვერცად ვერ ხვდებით ერთი დაცემულობითი მდგომარეობა, იმიტომ რომ უკიდურესი გადაგვარება მაშინ მოხდა და შესაბამისად, რამდენადაც პირადი ცოდვილიანობა მხოლოდ იმ ადამიანს აუკუღმართებს და სპობს, მაგრამ მისი სხეულებრივი მხარე ამით არ იცვლება, ასე იგი გენეტიკურად, ბუნებითად არ იცვლება, ის შეიძლება დასნეულდეს და ეს სნეულება შეიძლება შვილზე გადავიდეს, მაგრამ ცოდვილიანობა, როგორც სულიერი თვისება და სულისგან მომდინარე, რა თქმა უნდა, არანაირად არასოდეს შვილზე არ გადადის, თუმცა ცოდვის შედეგი შეიძლება გადავიდეს. ცოდვის შედეგში რა იგულისხმება? თუ გარკვეული რაღაც ცოდვის მიმდევარი ადამიანი სხეულებრივად დასნეულდა ამ ცოდვის გამო, რაღაც უკურნებელი დაავადება შეეყარა დაუშვათ გარკვეული ცოდვის შედეგად და ამის შემდეგ მან შვილი გააჩინა, რა თქმა უნდა, ეს უკურნებელი დაავადება სავსებით შეიძლება თუ გადაცემადია, შვილზე გადავიდეს სხეულებრივი დაავადება. მაგრამ ესაა მხოლოდ სხეულებრივი კუთხით გადაცემა ცოდვის შედეგისა. საკუთრივ ცოდვა და ცოდვაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ იმ მნიშვნელობით, რომ შეიძლება შვილი დაისაჯოს მშობლის ცოდვის გამო, ესაა სრულიად უცხო ეკლესიური სწავლებისათვის, ჩვენ ამაზე აბსოლუტურად დაწვრილებითი, რაც შეიძლებოდა წყაროწოდნეობითად სრული სტადია გამოაქვეყნეთ, ანუ მონაცემები გამოაქვეყნეთ ეკლესიის მამათა სავსებით ცხადი და ვრცელი განმარტებანი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ გვექნება რომელიმე გადაცემაში საშუალება, რომ ან ეს სტატია თავიდან ბოლომდე წარმოადგინოთ, ან და შევეხოთ ამ საკითხს. ამჯერად მხოლოდ იმ საკითხს მიუბრუნდებით და აღნიშნავთ, რომ მხოლოდ პირველ ცოდვაა გენეტიკურად გადაცემადი, იმიტომ რომ ამ პირველ ცოდვით დასნეულებული ადამიანისგან იშვა მთელი კაცობრიობა და გენეტიკურად და ბუნებითად დასნეულებული ადამიანისა და ევასგან და ეს სნეულება ყველა მათგანს გადაჰყვა. და ეს ცოდვაა ყველაზე უფრო შეუმუსრავი ადამიანთაგანვე. ამას ვამბობდით, ვინ უნდა ყოფილიყო მხსნელი. საკუთრივ ადამიანი, ადამიანის მოდგმისა, ადამიანის ნაშიერი, რომელიმე გვიანდელი, რაც არ უნდა წმინდა ყოფილიყო, რაც არ უნდა ღირსეული ყოფილიყო ეს პიროვნება, ვერ შეძლებდა პირველ მამის შეცოდების გამოსყიდვას იმ მიზეზის გამო, რომ თვით დაბადებიდანვე უკვე ცოდვილიანი იყო. ესე იგი, ყველა ადამიანი, რომელიც ადამიანის შთაომავლობაში იშვა და იშვება, ყველა დაბადებიდანვე სნეულია, გენეტიკურად პირველ ცოდვის მქონეა. ხოლო საკუთრივ ბორკილების მქონე და პირველ ცოდვა სწორედ ბორკილია, ამ ბორკილების მქონე და თავად შეპყრობილი და დატუსაღებული, რა თქმა უნდა, სხვის ბორკილებს ვერ გახსნის. ასე რომ, ადამიანის მოდგმაში შეუძლებელი იყო გამოჩენილიყო ადამიანი, რაც არ უნდა ღირსეული ყოფილიყო ის, რომ გაეხსნა ეს პირველ ცოდვა. ამიტომ ხდებოდა, რომ ადამიანის მემკვიდრეთაგან უკლებლივ ყველა, მათ შორის მამამთავრების უაღრესად ღირსეული მოღვაწეების ჩათვლით, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა. იმიტომ რომ ცოდვის ტყვეობა და ცოდვისმიერი ბორკილი სწორედ გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში დამკვიდრებას უქადის ყველას. ვერ გამოიხსნა ადამიანურ მოდგმას ვერც ანგელოზი, რომ ანგელოზი მოვლინებულიყო, იმიტომ რომ გამოხსნის და ადამიანის გადარჩენის სიმტკიცე გულისხმობდა აუცილებლად თვით იმ გამოხსნელის ბუნებითად კეთილობას, რომ მასში აჩრდილიც არ უნდა ყოფილიყო ცოდვილიანობისა. აჩრდილი ცოდვილიანობისა რას გულისხმობს? აჩრდილი ცოდვილიანობისა გულისხმობს შესაძლებლობას შეცოდებისას. შეიძლება ვინმე არ იყოს ცოდვილი, არ ჩაედინოს ცოდვა, მაგრამ მასში იყოს შესაძლებლობა ცოდვისა. ქმნილების ყველა სახეობაში არის შესაძლებლობა შეცოდებისა. ჩვენ მოაზროვნეებს ვამბობთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა სახეობებში შეცოდების საკითხი არც დაისმის, იმიტომ რომ ეს ზნეობრივი კატეგორია. ანგელოზებიც როგორც ქმნილებანი და შესაბამისად ცვალებადობის თვისების მქონენი და ცვალებადობის თვისება სწორედ იმას ნიშნავს, რომ და ვისაც ამავე დროს თავისთავად ცხადია ნების თავისუფლება აქვს, რომ ან სიგეთისკენ წარემატოს, ან სიგეთის ზურგი აქციოს, ესაა თავისუფალი ნებისა და აზროვნების გამოხატულება და ანგელოზებს, რომლებიც ორივე ამ თვისების მქონენი არიან, რა თქმა უნდა, ძალუც ან სიგეთისკენ წავიდნენ, როგორც ეს წმინდა ანგელოზთა მოღვაწეობაშია გამოკვეთილი, ან და სიგეთეს განეშორონ, როგორც ეს დაცემულ ძალთა მდგომარეობაში ვლინდება, ისინიც ცოდვის შესაძლებლობის მატარებელნი არიან თავის თავში. მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზთა ის ნაწილი, რომლებიც სატანასთან ერთად არ დაცემულან, ამის შემდეგ აღარასოდეს არ დაეცემიან, არა იმიტომ, რომ ბუნებითი დაუცემელობა აქვთ მათ, ბუნებითი უცოდველობა,
არამედ იმის გამო, რომ მათ გამოცდილება მიიღეს თუ რა შეძინათ ცოდვით დაცემამ მათ თანამოწმეებს, თანამონათესავებს, თანამოსახეებს, ანუ დაცემულ ანგელოზებს. ამიტომ აღარ დაეცემიან ისინი არასოდეს, თორემ ანგელოზებში რომ ბუნებითად შესაძლებელია ცოდვით დაცემა, ეს სწორედ ამ დაცემული ანგელოზებისგან, უკეთური ძალებისგან ხდება საცნაური. ასე რომ აბსოლუტური ბუნებითი უცოდველობა, რა თქმა უნდა, ანგელოზებს არ აქვთ, ხოლო ცოდვილის გამოსყიდვის შემძლე და ამ გამოსყიდვის სიმტკიცის გარანტი, შემიძლია ეს ტერმინი მოვიხმო, თუმცა ნაკლებ საეკლესიო ტერმინი, რა თქმა უნდა ყოფილიყო ის პირი, რომელიც ბუნებითად უცოდველია. ბუნებითად უცოდველი გახლავთ მხოლოდ უფალი, მხოლოდ შემოქმედი, მაგრამ ზეციდან ის ვერ გამოიხსნიდა ადამიანს მიუხედავად მისი ყოვლადძლიერებისა, იმიტომ რომ გამოხსნა ისე როგორც დაცემა აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო. გამოხსნა მძლავრებითი ადამიანში, როგორც ადრე რელიგიის გვითხოვს, გააუქმებდა ყველაზე მთავარ თვისებას ადამიანის ქმნილებისას, ნებაყოფლობითი არჩევანის თვისებას, რითაც ადამიანი როგორც ქმნილება შეიმუსრებოდა. ამიტომ რამდენადაც თავის დროზე ცოდვიდაცემა ადამიანისგან ნებაყოფლობით მოხდა, უკეთურ ძალას ის ძლავრებით არ მიუტაცია. ამიტომ ორი ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთი ის რომ ნებაყოფლობით წარტაცებული ბოლოტებისკენ ნებაყოფლობით უნდა იქნეს გამოხსნილი, თორემ ყოვლად სამართლიანი არ იქნება გამოხსნა და მეორე ის რომ ძლავრებითი გამოხსნით გაუქმდებოდა ადამიანის თავისუფალი ნება, არადა ადამიანი თვითონვე უნდა საკუთარი ნებით გამოხსნილიყო ამავე დროს ბოლოტებისგან. შესაბამისად, აი ასეთი პარადოქსული მდგომარეობაა, რომ ადამიანისგან ჩადენილი შეცოდების გამოსყიდველი უნდა ყოფილიყო აუცილებლად ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო ბუნებით უცოდველი, რომ სხვათა ბორკილებისგან გათავისუფლება შესძლებოდა. ამიტომ ხდება ღვთის განკაცება, ღვთის გახდომა ადამიანად, ღმერთი გახდა ადამიანი, ბუნება მიიღო ადამიანისა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, ზოგჯერ ეს უაღრესად თარად გაიგება, შემოაქვთ ტერმინი ქცევა, რომ ღმერთი ადამიანად იქცა, რაც არის უაღრესად მცდარი, სამწუხაროდ ზოგიერთი სახელმძღვანელო ამ კუთხით ითარგმნება თუ გამოდის, დასნეულებული ამ უკიდურესად მცდარი ფორმულირებით, რომ თითქოს ძე ღმერთი ადამიანად იესო ქრისტედ იქცა. პირდაპირ ასე წერია ერთ-ერთ გამოცემაში, რომელიც სამწუხაროდ მასობრივად იყიდება. ჩვენ ამაზე გქონდა გამოხმაურება სპეციალურად, რომ ესა უკიდურესად უხთო აზრი, რომ ადამიანად კი არ ქცეულა ღმერთი, არამედ ღმერთი ადამიანი გახდა, რაც თავის თავში გულისხმობს შემდეგს, ღმერთმა პიროვნებამ, რომელიც განკაცებამდე მხოლოდ საღვთო ბუნების მქონე იყო, აი ამ ღმერთმა პიროვნებამ განკაცებისას მიიღო აგრეთვე ადამიანური ბუნება. ესაა განკაცება. არ მიუღია მას არანაირად ადამიანური პიროვნება, არამედ პიროვნება არის ყოველთვის ღმერთი, ღმერთ პიროვნება, იგივე ძე ღმერთი, რომელიც განკაცების შემდეგ უკვე ორბუნებოვანია. განკაცებამდე ძე ღმერთი გახლავთ ერთბუნებოვანი, მხოლოდ საღვთო ბუნების მქონე, მაგრამ ჩვენი გამოხსნის მიზნით მან მიიღო ადამიანური ბუნებაც ღმერთმა პიროვნებამ, კვლავ ხას გაუსვამდა არა იმ გაგებით, რომ თითქოს ღმერთი პიროვნება შეუერთდა ადამიან პიროვნებას, არამედ ღმერთმა პიროვნებამ თავის თავს, თავის პიროვნებას განუკუთვნა ადამიანური ბუნებაც, როგორც აქამდე მარადის განკუთვნილი აქვს მას თავისი პიროვნებისადმი საღვთო ბუნება, ანუ თავის საღვთო ბუნებას მან შეუერთდა კაცობრივი ბუნებას და ეს გახლავთ განკაცება. ამას ეწოდება ის, რომ ღმერთი ადამიანი გახდა. ღმერთი გახდა არა ადამიანი პიროვნება, თუ ეს გაგება ჩვენ ამაში არ ჩავდეთ უკიდურესად მცდარ თვალსაზრისით მივიღებდა ეს აზრი გახლავთ ნესტორიანიზმი, მსოფლიო კრებებზე მრავალგზის ანათემირებული, არამედ ადამიანი გახდა იგულისხმება ადამიანური ბუნების მქონე გახდა. ესე იგი ღმერთი საღვთო ბუნებასთან ერთად ადამიანური ბუნების მქონეც გახდა და ეს იგულისხმება სიტყვებში ღმერთი ადამიანი გახდა, ანუ ღმერთი განკაცდა. მაგრამ ეს განკაცება კვლავ იმას დაუბრუნდეთ, რატომ ახსოვდა? ახსოვდა მხოლოდ იმის გამო, იმ ორი და ერთი შეხედვით და კაცობრივი ხედვით, რა თქმა უნდა, ურთიერთსაპირისპირო მოვლენის გამთლიანების გამო, რომ ადამიანისეული შეცოდება აუცილებლად ადამიანსავე უნდა გამოესყიდა და ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსყიდვა, მაგრამ ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო ყოვლად უცოდველი, რომ გამოხსნა ყოფილიყო მტკიცე და ბუნებითი. ამიტომ ხდება, რომ ის, ვინც არის ბუნებით უცოდველი, იღებს ადამიანურ ბუნებას, ანუ როგორც ზემორე შინაარსით თქვით, იგი ადამიანი ხდება. ადამიანისეული მოდგმის გენეტიკურ ხაზში ერთვება თავისი კაცობრივი ბუნებით, ღმერთ პიროვნება, შობილი ყოვლადწმინდა მარიამისგან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან. და ამიტომ არის მისგან აღსრულებული გამოხსნა მტკიცე და მარადიული. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით და შემდგომ ამავე თემაზე გამოვაგზავნებთ საუბარს.